დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე 6 საკითხი განიხილეს, მათ შორის 2025 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიში იყო. როგორც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ საკრებულოს დეპუტატებს უთხრა მესამე კვარტლის მონაცემით ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 78%-ით შესრულდა, ხოლო ხარჯვით ნაწილში 59%-ით. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელზედაც დეპუტატებმა იმსჯელეს, სოფელ ცხენლისხიდის საბავშვო ბაღში ეზოს რეაბილიტაციისა და ადაპტაციისთვის გერმანიის რესპუბლიკიდან გრანტის მიღება იყო. აღნიშნულის თაობაზე საკრებულომ განკარგულება მიიღო. ოზურგეთის საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. საკრებულოზე ჩვენ გამოვიტანეთ განკარგულების პროექტი, რომელთაც თანხმობა მიეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს და ცენტრის შემადგენლობაში არსებულ ცხენლისხიდის საბავშვო ბაღს, რომ მიიღოს გრანტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკიდან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს გერმანიის ელჩო. გრანტის ბიუჯეტი არის 27600 ლარი და გრანტის თანხა მოხმარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხენლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს ინკლუზიური გარემოს მოწყობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენ დღეს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად წარმოვადგენთ მესამე კვარტლის ანგარიში, რაც ძირითადად ეხებოდა ფისკალურ მონაცემებს, 9 თვის მუშაობის ანალიზს, ასე ვთქვათ. ბიუჯეტი ამ ეტაპისთვის განესაზღვრება 100.890.910 ლარით. შემოსავლების ნაწილში 70%-მდე არის შესრულება. გადაჭარბებით არის შემოსული, ასე ვთქვათ, გეგმიურ მაჩვენებელთან ქონების გადასახადი, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი, დასუფთავების მოსაკრებელი. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესრულება შემოსავლების ნაწილში არავით არის საფრთხე არ ემუქრება, გეგმა ზომიერად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ჩვენ გეგმა შემოსავლების ნაწილში გადავაჭარბებთ. რაც შეეხება ხარჯებს, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ისინი პრიორიტეტები, ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურა, განათლება, სპორტი, ეკონომიკის განვითარება და გარემოს დაცვა და დასუფთავება. შესაბამისად, 65-70%-ის ფაქტებში მერყეობს კონკრეტულ პრიორიტეტებზე შესრულებები, გეგმა ზომიერია. შესაბამისად, თანხების დეფიციტი ამ შემთხვევაში არც ერთ პროგრამულ ნიმუშში არ გვაქვს და შეგვიძლია თუნდაც სოციალური პროექტები მომართვიანობა იქნას დაკმაყოფილებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე დინამიკა არის დადებითი, როგორც შემოსავლის ნაწილში და შესაბამისად პროგრამა წარმატებით დასრულდება აღნიშნული წელი.